განათლების მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. ალექსანდრე წულაძე ბოლნისის მესამე და სოფელ ახალი სამგორის სკოლებში განახლებულ ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროცესს გაეცნო. ბოლნისის სკოლა 210 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა. 3 მილიონ 600,000 ლარამდეა ახალი სამგორის სკოლის პროექტის ჯამური ღირებულება. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სკოლის არამხოლოდ ინფრასტრუქტურულ განახლებას, არამედ შინაარსობრივ განახლებას. ჩვენი მიზანია ახალ უსაფრთხო გარემოში მოსწავლეებს ჰქონდეთ უკეთესი სასწავლო შედეგის მიღწევისათვის საჭირო ყველა პირობა შექმნილი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ განათლების სამინისტრო ვზრუნავთ სასწავლო პროგრამების, სასწავლო სტანდარტების, საგნობრივი სტანდარტების განახლებაზე და რა თქმა უნდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციები, 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ წუთებში, ასევე 10 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამურად 5,000-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით. ევროპული სტანდარტებით არის აღჭურვილი ჩვენი ახალი სკოლა, ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლისათვის. აქამდე რაც არ იყო გაიხსნა ექიმის ოთახი, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის სხვადასხვა ადაპტირებული ლიფტი, მაგალითად პანდუსი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი мотиваციაა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩემი მასწავლებლებისთვისაც.